ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის გურული ეპიზოდები გურიის ისტორიიდან პრემიერა გაიმართა. გურული ეპიზოდები გურიის ისტორიიდან ეთნოგრაფიულ, ისტორიული და შემეცნებითი სპექტაკლია, რომელიც სხვადასხვა ეპიზოდის მეშვეობით აცოცხლებს გურიის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, პრეისტორიიდან მე-20 საუკუნემდე. დადგმა ეფუძნება ეთნოგრაფიულ, ფოლკლორულ და ისტორიულ მასალას და მაყურებელს გურიის კულტურის, ტრადიციების, რწმენის, თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ისტორიული მეხსიერების მრავალფეროვან სამყაროში ამოგზაურებს. სპექტაკლი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც ყოველთვის ოზურგეთის თეატრი მოწოდების სიმაღლეზეა. ჩვენ სცენაზე ვნახეთ არაჩვეულებრივი სპექტაკლი, ისტორიული, არაჩვეულებრივი სცენოგრაფია, მუსიკა, ქორეოგრაფია, რეჟისურა. ეს არის სპექტაკლი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს, ყველამ მოსწავლებ ჩვენი გურიის ისტორია. ჩვენ ვნახეთ ძალიან მცირე დროში მთელი გურიის ისტორია. ეს სპექტაკლი აუცილებლად უნდა ნახოს სრულიად საქართველომ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. კიდევ ერთხელ ვულოცავ დას ამ დიდ გამარჯვებას და მრავალ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებ. რომ ეს სპექტაკლი არის საქართველოსთვის და ყველა რეგიონისთვის. ამ სპექტაკლის დანიშნულება პირველ რიგში არის ის, რომ ყველამ თელმა საქართველომ რეგიონებმა შეიცნონ საფუძვლიანად გურია თავისი ხასიათით, თავისი დამოკიდებულებით საქართველოს ისტორიასთან და ის, რასაც ჩვენ ვამბობთ სპექტაკლით, რომ გურია განუყოფელი ნაწილია საქართველოსი, მისი არსებობის მანძილზე იმ დღიდან, როცა მას საქართველოს მიწა ეწოდა, იმ დღიდან გურია არის განუყოფელი ნაწილი, თუნდაც რომ მომხდარა უთვალავი რამ არ ვიცი, აოხრება, განადგურება, ბრძოლები, გამარჯვება, შექმნა სამეფო, ისევ განადგურება და ასე დროთა ცვლაში. მაგრამ ის ერთი წინადადება მუდმივად რჩება გურიას, რომ გურია იყო უცვლელი თანამდგომი და სულ ერთგული ამ საქართველოსი. გურია, როგორც ესეთი, წარმოადგენს იმ რეგიონს, სადაც ქვეყნის ისტორიის ეპიცენტრი იყო საუკუნეთა განმავლობაში და ყველა ის მოვლენა, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, უპირველესად თავს იყრიდა ამ ერთ რეგიონში. წინამდებარე სცენარში თავმოყრილია გურიისა და საქართველოს ისტორია პრეისტორიულიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით. შეტანილია ისტორიული მოვლენები, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული მასალა, სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებებით. ეს არის ვიზუალური, ტექსტუალური, სამუსიკო ხელოვნების სახით წარმოდგენილი მასალები. მთლიანობაში ჩვენს მიზანს წარმოადგენდა შექმნილიყო სპექტაკლი, რომელიც თანადროულად იქნებოდა საინტერესო როგორც თეატრის მოყვარულთათვის, ასევე ახალგაზრდობისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ შედგა ჩვენი ჩანაფიქრი. ეს არის ფაქტიურად ტრილოგიის გაგრძელება და ქრისტინეს გაგრძელება. ანუ ჩვენ ვალად ვთვლით და ოზურგეთის თეატრი ვალდებულიც არის, რომ აი ამ თემებს, ისტორიას ეხლა არა მარტო 200 წელი ბოლო, არამედ საერთოდ გურიის ისტორიას მიაგოს პატივი. ძალიან ძნელი იყო ესე მოკლე დროში, ანუ საათ და 5 წუთში ჩაატიო ეს ისტორია, მაგრამ მე მადლიერი ვარ ძალიან ქალბატონი სოფოსი, ბატონი ლაშასი, რომლებმაც თითქმის ერთ წლამდე ჩვენ ამაზე ვმუშაობდით. ანუ რა, ისინი მუშაობდნენ, ჩვენ თანხმდებოდით, თემებს გავდიოდით და ორ თვეში ჩემ შესანიშნავ მსახიობებთან, ჩემ შესანიშნავ ტექნიკურ პერსონალთან ერთად ფაქტიურად შედგა ის, რაც გვინდოდა და ეს არის ყველაზე მთავარი.